წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს. სპორტ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარილაშვილთან ერთად. Ზურბასო მეგობრებო, ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ასე ვანოსებთ და კი თითქოს ერთის მხრივ ჩვენ დღევანდელი განცემის სტუმარს არ ჭირდება წარდგენა, მაგრამ ერთის მხრივ გამეორება ცოდნის დედა, მეორე გვერდება თაობა, რომელიც სამწუხაროდ იცით ასე მოწყვეტილია, შეიძლება ითქვას და მათ კარგი გაგებით ნაწილს უნდა უჩიჩინო, ნაწილს ხშირად უნდა უმეორებო, აი სწორედ მათ გასაგონად, აი თუ როგორი სტუმარი გვყავს დღეს პირველი და სხვათა შორის დღემდე ერთადერთი ქართველი დიდოსტატი ვაჟი, პირად პირველობაზე ევროპის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის რიგებში ახალგაზრდებს შორის სოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ფიდეს დამსახურებული მწვრთნელი, სოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკის გარი კასპაროვის და სოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძის სეკუნდანტი, სხვათა შორის ბატონო ზურამ როგორც კასპაროვის, ასევე ჩიბურდანიძის გაჩემპიონებაში უდიდესი ლომის წილი ითამაშა, შეიძლება ითქვას პირველი ქართველი დიდოსტატი ვაჟი, ვისმა რეიტინგმა 2700 ქულას უწია, ჯერ ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი, ამჟამად კი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, პირველი ქართველი სპორტული მოღვაწე, ყველაზე მაღალ ჩინოსანი მხედველობაში მაქვს საერთაშორისო სარბიელზე, თბილისის ჭადრაკის საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელი და სწორედ ბატონი ზურა ზალისხმევი ჩვენს ქვეყანაში ჭადრაკი როგორც შეიძლება ითქვას თუგნებავთ თამაში მეცნიერება ერთად აღებული დაინერგა სკოლაში და გარდა ამისა ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა რათა ემასპინძლა ორ უმსხვილეს ფორუმს გაისად სოფლიო თასს და შემდგომ უკვე გვირგვინი და ქართული სპორტის ისტორიაში, არა მარტო ჭადრაკის, ქართული სპორტის ისტორიაში დღემდე ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს, ეს გახლავთ სოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა. აი ასეთი მოკლე წარდგენა ჩვენ დღევანდელი განცემის სტუმარი, რომელსაც უპირატესად მინდა მადლობა გადაუხადო, რომ გამონახა დრო უაღრესად გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ბატონი ზურა ბაზბაიფარაშვილი, ვის სახელთან არის დაკავშირებული, მე ეს უკვე ცალკე თემა და არ მინდა დღეს შევაჩერო თქვენი ყურადღება და წავართვათ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფერი იქნებოდა ის ჩამონათვალი, რომ არა ბატონ ზურა ბაზბაიფარაშვილის პიროვნება და ფაქტორი, რომ აი იმ სისხლიან რეჟიმს გადაურჩა ჭადრაკი, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ბატონი ზურას და საერთოდ მისი ოჯახის და მის გვერდით მდგომი ადამიანების დამსახურება გახლავთ. ბატონ ზურა, იცით, აი გავიდა თითქმის წელწად ნახევარი და ბუნებრივია თქვენ ჩანხართ უამრავ კონფერენციაზე, მეტად მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე, მაგრამ ასე აი საზოგადოების წინაშე არ მომხდარა თქვენი წარდგენა როგორც ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის ხედველობაში, მაგის გაწეული სამუშაო საკმაოდ ტიტანური, მე ვიცი რომ თქვენ ასე ვთქვათ იდეალური მემკვიდრეობა რბილად რო ვთქვათ არ დაგვხვდა სერიოზული პრობლემები, რომელთა და გარდა ამისა შემდგომ მდგომარეობა გართულდა, რომ აი წმინდა პოლიტიკური სარჩულის გამო, ჩვენი სხვა შორის ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე როგორც პირადად თქვენთვის ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი მეგობარი შეიძლება უწოდოთ და კოლეგა ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუჯინოვი, ვის სახელთან არის დაკავშირებული სხვა შორის ქართული ჭადრაკის ისტორიაში არაერთი, ეხა დერენდევნას მიმართ თუნდაც ჩვენი დედა დედოფლის ხონონა გაფრინდაშვილის მიმართ მისი დამოკიდებულება საერთოდ ქართველი მოჭადრაკეების თქვენს მიმართ იგივე ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძის მიმართ და ეხლა საკმაოდ თუნ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელიც რბილად რო თქვა, ესე იგი ჭადრაკის სივრცეს სცილდება. აი მოკლედ საკმაოდ დაგვიგროვდა ეს მასალა და თემა და გარდა ამისა ზურა ალექსეევიჩ ჩვენ გაქვს საოცარი რაღაც მიუხედავად რომ გიგანტური ტემპები დაიწყო ქართული ჭადრაკის აი ესეთი ინტეგრაცია შეიძლება ითქვას, რა ჩვენ წლების განმავლობაში ვიყავით მოწყვეტილი, დაემთხვა საკმაოდ ცუდი რამ, ეს არის თაობის უდიდესი კრიზისი, ხო? აი დამეთანხმეთ ახლა გუშინ ბათუმში დასრულებული მთელი დღე იცით, რაღაცა ესე ხმის კანკალით ვამბობ, რომ საფრიზო კი არა, 20 წელში ვერ მოხდა ვერც ერთი ჩვენი წარმომადგენელი, ამის გარდა წინ უსწრებდა ჩავარდა ოლიმპიადაზე ქალების რაღაც საშინელი შედეგი, ხო მართა საშინელება იყო. ამაზე მოდი მოგვიანებით და ბატონო ზურა, მოდი დავიწყოთ უშუალოდ თქვენი საქმიანობით, აი ასე ვთქვათ, როგორ მოახერხეთ ეს ოდენ მცირდროის განმავლობაში, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ევროპული პრესა, როგორც წარმატებული პრეზიდენტის, იმ ურთულესი პრობლემების გადავა. თან ისიც გავაჟღეროთ, რომ მე არ მინდა დავკონკრეტებ, მაგრამ თქვენ იქ არაერთი როგორც ხილული, ასევე უხილავი მტერი დახვდათ. ყველა ასე ბევრი იყო ავის მოსულნე, სხვათა შორის და ბევრს არ გახარებია თქვენი გაპრეზიდენტება. სამშვიდობისა, პირველ რიგში მოგესალმებით რადიო მსმენელებო და იმედის მოყვარულებო. მე დიტომ აღნიშნა რომ ძალიან
რაღაც მცირე წარდგენა გამომივიდა, მაინც შევეცდები რომ რაღაცა გავასწორო, მე მიუხედავად ისა რომ მაიჩი ბრდანიძეს რაღაც გარკვეულ პერიოდში ვეხმარებოდი ნამდვილად არ ჩამიდია, განსაკუთრებით არაფერი ისეთი რომ ამით ბავშვად მე მგონია რომ ჩვენ ასე მაინც უნდა რაღაც სიმართლის გზაზე უნდა ვიაროთ და მე უკაკულად ვიგრძნობდი თავს ასე რომ ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს ასე არ არის. რაც შეეხება დანარჩენს, მე ვიღებ გარი კასპაროვში, მასლა ძალიან ბევრი მე არ ვამბობ რომ ის მსოფლიო ჩემპიონი გავხადე, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი მონაწილეობა მივიღეთ იმ ურთულეს მატჩებში თავის დროზე, რამაც მას უშუალოდ ჩვენი მოღვაწეობის პერიოდში სამჯერ მოუტანა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. დანარჩენს ახლა რაც თქვენ დავსვით კითხვები, რა თქმა უნდა, ბევრი აქტუალური კითხვა არის, რაც შეეხება ძალიან კომპლექსური იყო თქვენი საუბარი, დიტო. მე შევეხები იმასაც, რომ რა არის დაუშვათ რაში მდგომარეობს პრობლემა იმისა, რომ დღეს საქართველოს პატარა ნორჩი მოჭადრაკეები 20-ს მიღმაც დარჩნენ, მართალი ბრძანდებით, რომ ეს გარკვეული სიურპრიზიც არის ჩვენთვის და იმასაც თუ რასთან იყო დაკავშირებული ჩემი მოღვაწეობა და რატომ ითვლება, რომ მე ვარ წარმატებული დაუშვათ იმ ევროპის კავშირის პრეზიდენტის პოსტის ფონზე. მოდი დავიწყოთ, როგორც იტყვიან, ჯერ ცუდით, ხო? სხვა შორის ბათუმში, სადაც კონფერენცია მიმდინარეობდა ჭადრაკის სკოლებში, საგანმანათლებლო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას არა მარტო საჭადრაკო ფედერაციები და უშუალოდ რაღაც წარმომადგენლები ებულობდნენ მონაწილეობას ევროპის ყველა პრაქტიკულად განვითარებული რეგიონიდან ქვეყნიდან, არამედ ასევე მონაწილეობას იღებდნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, როგორც პოლონეთიდან მაგალითად, რუმინეთიდან, სომხეთიდან და ჩვენი განათლების სამინისტროც ჩაერთო ამ აქტიურ პროცესში. ბატონო, მამდე ჩვენ შევახსენოთ ხოლმე მსმენელს, რომ ჩვენ ბრიუსელში ჭადრაკის როლი საგანმანათლებლო სკოლებში ამას დაუბრუნდებით აუცილებლად, მინდა რომ აზრი დავამთავრო. ჩამოსული იყო ნორვეგიელი პიროვნება, რომელმაც დაუშვათ წარადგინა ესეთი პროექტი. ნორვეგია განსაკუთრებით ამაყია დღეს იმისა, იმით რომ ყავს მაგნუს კარლსენი აბსოლუტურად გამორჩეული უნიჭიერესი, შეიძლება ვთქვათ, რომ გენიოსი მოჭადრაკე და ნუ როგორ მიაღწია დაუშვათ იმით, როგორ მიაღწია ნორვეგიამ იმას, რომ კარლსენი დაუშვათ დაიბადა ამ ქვეყანაში და სხვა შორის ამ პიროვნება აბსოლუტურად არასაჭადრაკო ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არანაირი ტრადიცია არ ქონია. ზუსტად მოვიდა ჩემთან, ვინაიდან ალბათ ეგონა და ალბათ შეიძლება ესეც არის, რომ გარკვეული ანალიზი გამეკეთებინა საქართველოს როგორ იყო, როგორი საჭადრაკო ქვეყანა იყო, როგორ არის ამდენი ქალი საქართველოში და რა ხდება საერთოდ დღეს და ამ შემდეგ და სხვა შორის მე გაუკეთე საკმაოდ 10 წუთი ვესაუბრე და ამ 10 წუთის განმავლობაში სრული ანალიზი ჩავატარე იმისა, თუ რა იყო ქართველი, განსაკუთრებით ქართული ჭადრაკი, რა იყო ეს ფენომენი, საიდან მოვედით და როგორ წავედით და სად მივდივართ, ხო? ყველაფერი მას დაუშვათ, რაც შექმნა ნონა გაფრინდაშვილი, რომ არ ყოფილიყო ნონა გაფრინდაშვილი ვერ შეიქმნებოდა ეს გამოვიქცევა. რა თქმა უნდა, ქართველი ქალის ფენომენი განსაკუთრებული იყო. მოგეხსენებათ, რომ ქართველ ქალს განსაკუთრებული სიდარბესლე ყოველთვის ჰქონდა. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ ქართველი ქალი არ იყო ჩვენ ყველასთვის კაცებისთვის ახლა იცით მოგეხსენებათ, რომ არის სიმბოლო როგორც პატრიოტიზმისა, ასევე დედობისა, ასევე მეუღლეობისა, ყველაფრის სინთეზია პრაქტიკულად ავინაიდან ჭადრაკი თავისთავად არის უკვე სინთეზი ბევრი რაღაცისა, ფსიქოლოგიისა, მეცნიერებისა, დაუშვათ სპორტული ელემენტისა, ასე შემდეგ გარკვეულად კულტურისაც კი ქართველ ქალში ეს კარგად იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ ისევ და ისევ გეუბნებით, რომ არ ყოფილიყო ნონა გაფრინდაშვილის ნაირი ტალანტი, ეს არ შეიქმნებოდა. ნონა ასე ვთქვათ, ჭადრაკის საჭადრაკო ქვეყანად აქცია საქართველოს. მისმა ტალანტმა აქცია საქართველოს და ამის მერე ვინაიდან ჩვენ ვართ ძალიან მიმბეძველი ქვეყანა. მე ვერ წარმოვიდგენ ვერცერთ სფეროს, რომელშიც ჩვენ ოდნავ მაინც წარმატებული ვართ და არ მიბაძოთ, რომ უცბად არ დავიწყოთ ამაზე შენება ყველაფრის რა. ეს კარგია თუ ცუდი მეორე მომენტია და ასე ვთქვათ, ფენელმა განსაჯოს. მე მიმაჩნია რომ ბევრ რაღაცაში კარგია და ბევრ რაღაცაში ძალიან გვირთხავს, ძალიან ცუდად გვირთხავს. მაგრამ ნონას დაუბრუნდეთ ნონას, ხო? ნონას ფენომენმა გამოიწვია ეს, რომ უამრავი მოჭადრაკეები და უამრავი ოჯახები არა მარტო ნონას არ ქმნებდნენ ბავშვებს, არამედ შეყავდათ ჭადრაკს. ეს იგი გახდა საქართველოს და ბუმი. რეალურად ბუმის დროს ასე ვთქვათ, საქართველოს მიუხედავად რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ მოსახლეობით, ვინაიდან ბუმი იყო, ვინაიდან ყველას უნდოდა ჭადრაკის თამაში, უცბად რაღაცა პლეიადა შეიქმნა. მერე
მშველთა სკოლა იყო. ამ სკოლამ თავისი როლი ძალიან დიდი როლი შეასრულა. იყო ქუთაისის სკოლა, იყო თბილისის სკოლა, იყო ბათუმის სკოლა. სხვადასხვა ის იყო სამეგრელოში ყოველთვის კარგად იყო ჭადრაკი და ასე შემდეგ. ამან ყველა ერთიანობაში შექმნა მე ესეთი სახელები, როგორც არის მაია, როგორც არის ნანა ალექსანდრია, როგორც არის ნანა იოსელიანი, როგორც არის ნინო გურიელი. ბიჭებმაც არ დაგიდეს ამ შემთხვევაში, და გარკვეულად ჩვენ ჩავით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ალბათ შეიძლება მეტი რეზულტატი გვეჩვენა მიგვეღწია, მაგრამ ჩვენ უკვე ქართველი მამაკაცები ვიყავით და ყველაფერი გვინდოდა აბსოლუტურად გართობიდან დაწყებული, განადგურებულ, ნაომარ, იმასე აი რომ გაპარტახებულ ქვეყანაში ძალიან ძნელი, მაშინ თქვენ მაბადეთ საფლის შუქში. არა, ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ საფლის შუქში. მე გეუბნები ჩემი თაობა, კომუნისტური პერიოდი გაიარა და ძალიან კარგად გვახსოვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი თაობის დაუშვათ იგივე ბიჭები გამორჩეულები იყვნენ და იცით თქვენ რომ მე როცა დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა საქართველო, პრაქტიკულად ძალიან ბევრჯერ წარმატებული შედეგები აჩვენეს მსოფლიო ოლიმპიადებზე და ინდივიდუალურ ასე ვთქვათ შეჯიბრებებში. ეხლა უკვე მივედით საბჭოთა კავშირის დანგრევაზე უკვე. პრაქტიკულად მივედით 91 წელს დაიშალა, მიუხედავად საქართველოს უფრო ადრე დაშალა ეს ქვეყანა, ჩემი აზრით 99 წელში საქართველოში დაიშალა საბჭოთა კავშირი, უბრალოდ მე მოხდა გაფორმება და ამა რა გამოიწვია? გამოიწვია ის, რომ ჩვენ ხო არ ვიყავით ცივილური ქვეყნის ასე ვთქვათ რაღაც ნაწილები, როგორც ეს გააკეთა თავის ინგლისმა, რომ არ დაანგრია ეს ქვეყნები, საიდანაც გავიდა, ხო? რეალურად რუსეთმა გააკეთა ის, რომ ქვეყნების ეკონომიკა მოშალა, ყველა ქვეყნის ეკონომიკა მოიშალა. ამ ეკონომიკურმა მოშლამ, რა თქმა უნდა, ყველა სფერო ჩამოშალა. დაწყებული კულტურული სფეროები მაქვს მხედველობაში, კულტურა პრაქტიკულად დაანგრია. საქართველოს მე კულტურისთვის რესურსი აღარ დარჩა. არც სპორტისთვის არ დარჩა რესურსი. რა თქმა უნდა, არა გადინება დაიწყო საქართველოს, ძალიან რთული ეკონომიკური პირობები შეიქმნა ქვეყანაში. საუკეთესოების სამწუხაროდ ესია, ისინი ან უძლებენ და ასე ვთქვათ, უდიდეს გაჭირვებაში მე რაღაცას აღწევენ, ან ვერ აღწევენ და ყვდებიან კიდევაც და საუკეთესო ნაწილი გადის ქვეყნის გარეთ, მათ შორის რუსეთში, სხვათა შორის. მათ შორის რუსეთში მოხდა ძალიან დიდი გადინება საქართველოში. ეხლა რა მოხდა? ინერცია იმდენად დიდია ჭადრაკში. ჭადრაკს აი წეღან სწორად ახსენე, მინდოდა რომ შემოგჭრილიყავი საუბარში. ჭადრაკს ჭირდება თაობა. თაობათა ცლა იმდენად ძლიერი იყო ჭადრაკი, რომ წლები და 10 წლეულები დაჭირდა, რომ დანგრეულიყო. ვერ დაინგრა ფიზიკურად. 97-18 წლებში თქვენ ნახოთ ბავშვების რეზულტატები. სოფლიოში ვიყავით პირველი. კი, არაერთ ასაკობრივ კატეგორიაში მოდიოდა ევროპის ჩემპიონის ტიტულები. რა თქმა უნდა, ევროპის კი არა, სოფლიოს ჩემპიონატი 97 წელში მოვიდა 21 медали. 21, მათ შორის მე მგონი 6 თუ 7 იყო ოქროს ხარისხის. 18 წელს მოვიდა 98-ში მოვიდა 18 медали. ხო წარმოგიდგენია, ზიგი როგორ ფენომენია გვაქვს საქმე. ნელა მოკლედ ვთქვათ, დაიწყო ნგრევა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ვარდების რევოლუციამ შეიძლება ბევრი სიკეთე მოიტანა საქართველოში, მხედველობაში მაგ რეფორმისტული გზით, მაგრამ ეს არ შეხებია არავითარ შემთხვევაში ისევ და ისევ არ შეხებია არც კულტურას, წესიერ, არც მეცნიერებას და არც სპორტს მათ შორის. მიუხედავად ზურა შეეხო, მაგრამ მაბადელი გრევის სახით და განადგურების სახით ცალსაღა და არც მალავდნენ ამას. რა გამოვიდა იცით დღეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული დახმარება არის, მართლა ვამბობ, მთავრობა შემიძლია ვთქვა, რომ იმაზე მეც აკეთებს სპორტისთვის, ვიდრე ეს ნორმალურად მთავრობა უნდა გააკეთოს. ჩვენი პირობიდან გამომდინარე აბსოლუტურად როგორც აკეთებს ჯანდაცვას ვერ შევადარებ, რა თქმა უნდა, ჯანდაცვასი და სოციალურში აკეთებს განსაკუთრებულს, რაც ჩემი აზრით ძალიან რთული გასაკეთებელია და ჯერჯერობით წარმატებით უმკლავდება, მაგრამ სპორტს განსაკუთრებული საათად უყურებს და თავისთავად კულტურული სფეროები თვითონ წამოიწია, კულტურამ წამოიწია, გარკვეულად მეცნიერებს გაუჩნდათ რაღაცა ის, რომ იმუშაონ საქართველოში და ამ ქვეყანაში იღვაწონ და აქ შესაძლებელი პერსპექტივა დაინახონ იმისა, რომ მათი ნაღვაწი ბოლოს დაფასებული იქნება. მაგრამ სამწუხაროდ ესე უცბად, როგორც რეზულტატი არ გაქრა თავის დროს, ისე რეზულტატი ვერ მოვა. მე იმედი მაქვს, იმედი მინდა დავიტოვო, რაღაცნაირად მაინც ძველი სპორტსმენი ვარ და მინდა რომ რაღაც შევეჭიდო ამას და ყველას შემოუძახო, რომ აბა ნუ გეშინიათ ყველაფერი, მაგრამ ეს ხო მეც ძალიან კარგად ვიცი, რომ ის მიმართულება, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს 2020 წლამდე, 2022-მდე რეალურად ვერ მოიტანს იმას რეზულტატს, ეს იქნება შემთხვევითი გასწროლა. ღმერთმა ქნას რომ შემთხვევითი მაინც გავისწროთ, მაგრამ თუ ჩვენ ესე გავაგრძელებთ მუშაობა, აუცილებლად იქნება ბოლოს აუცილებლად
აღორძინდება ისევ ისე და ამ თავის ტრადიციულ გზას და კვალს დაადგება ამ შემთხვევაში ჭადრაკი. ეს არის სუძევი ლაპარაკი. მე უნდა გაქცევ ფაქტი ევროპის კავშირის ევროპის კავშირზე მინდა ეხა პატარა სარეკლამო ჭრა გვექნება ჩვენ წუთნახევარში მანამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა რომელიც მუსირებს და ტრიალებს და ასე ვთქვათ საჭადრაკო სამყარო შემიაზრით ორ ნაწილად ყოფს კერძოდ რა მოხდელობაში დღეს გამოჩნდა ნაწილი რომელიც ამტკიცებს რომ თუ ჭადრაკს ისწავლი ისე როგორც გასწავლიან და გთავაზობენ დღეს აბსოლუტურად არ არის აუცილებელი ის რაზეც მეორე ნაწილი და მათ შორის მეც გახლავართ წარმოუდგენელია ჩემთვის მაგალითად ზოგადი განათლების ფუნდამენტალური განათლების გარეშე იმიტომ რომ მთელი ჭადრაკის ისტორიას რო გადავულო თვალი ნუ არ ვლაპარაკობ ეხა რანგით აკადემიკოსები პროფესორები ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ მაბადიეთ ბატონზურა და გაუნათლებელი ადამიანი სერიოზული მოჭადრაკე დადის ჩემს ცნობიერებამდე ეს ვერ დადის ნაწილი ამას ეთახმება ნაწილი რა თქვენი შეფასება მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ხალხის ერთ რაღაცას გეტყვი რა ჩემ შეფასებაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია როგორ ფიქრობენ მასწავლებლები, პედაგოგები, გაცილებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე ჭადრაკის პროფესიონალი ვარ, მე ყოველთვის დავრჩები და ასოცირებული ვიქნები იმას, რომ მე ლობირებ ჭადრაკს და ამაში დასამალი არაფერი არ არის, ყოველთვის ასე იქნება მთელი ჩემი ცხოვრება, სანამ ასე ვთქვათ, აქტიურად ვარსებო. მაგრამ ის მასწავლებლები, ის პროფესორები, სხვათა შორის ის პედაგოგები, რომლებიც ესწრებიან აი იმ კონფერენციებს, რომლებიც უშუალოდ უკვე შემოვიდნენ რაღაცა ჭადრაკში, აღნიშნავენ იმას, რომ ჩვენ აქამდე ეს არ ვიცოდით და ეს რა კარგი ყოფილა, ეს აუცილებელიც არის გამოსაყენებელი. უბრალოდ ჩემი იდეა რაში არის განსხვავებით ფიდესგან, რომ ჩვენ კი არ უნდა ჩავერთოთ განსაკუთრებით ამ მოვლენაში, როგორიც არის ჭადრაკის სკოლების შეტანა. არა, ჩვენ პირიქით უნდა რაღაცნაირად ჩვენი კეთილმიდგომით ჩვენი რაღაცნაირად თუ შეიძლება ასე ითქვას რომ საუბრები და ასე შემდეგ მოვახდინოთ გარკვეული გავლენა ზუსტად ამ კონტინგენტზე რასაც ქვია პედაგოგები რასაც ქვია განათლების სისტემის წარმომადგენლები და მეტი ჩართულობა უნდა იყოს ამ ადამიანებისა თუ ეს ასე მოხდა პრაქტიკულად ჩათვალეთ, რომ პრობლემა გადაწყვეტილი იქნება. მე არ მინდა, რომ საქართველოში ოდესმე ვინათრო იმაზე გადაწყდეს ისევენაირად პრობლემა, როგორც ეს სომხეთში არის. სომხეთში პირველმა თქვა, რომ ეს ასე უნდა იყოს და დამთავრდა და ის მიდის და სხვა შორის ეხლა უკვე პირველი პირიც რომ წავიდეს და მოხდება ალბათ დღეს ხო ესეთი რაღაცა ან დღეს ან ხვალ ანზე გრამჩელობა პირველი რო წავიდეს ის უკვე რაღაცაეთ გაიდგა იმან ფესვები ძალით მოხდა ეს მაგრამ უკვე ტრადიცია არის სხვა ქვეყანა პოლონეთი რომელმაც გამაკვირვა რომ პოლონეთის მინისტრმა განათლების მინისტრმა მოაწერა ხელი ბრძანებას რომ 2017 წლიდან ყველა პოლონურ სკოლაში შევიდეს ჭადრაკი ნუ ეს ცოტა გამოუგნებელია იმიტომ რომ კადრსაც კი ვერ მოამზადებ ამდენს რეალურად ხო და არის საინტერესო მომენტებია საინტერესო ძრებია სხვა შორის ბათუმის კონფერენცია მე გადავალ ევროპის კავშირზე ბათუმის კონფერენცია რომელიც ევროპის კავშირის ეგიდით საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ეგიდით და მთავრობის ხელშეწყობით იყო ორგანიზებული მათ შორის ევროპის კავშირის ხელშეწყობითაც ყველა აღნიშნავდა კონფერენციის მონაწილეები რომ ასეთი კონფერენცია მიუხედავად იმისა რომ უკვე ტრადიციებია ლონდონშიც და სომხეთში შექმნილი ჯერ არ ყოფილა ასეთი პროდუქტიული კონფერენცია ორდღიანი იყო ძალიან მჭიდროდ ვიყავი პირველ რიგში მე სარგებლობ შემდგომი და ჩვენ თარჯიმნებს ვხვდით განსაკუთრებით მადლობას იმიტომ რომ რთულია იყო ასეთი კონფერენციის სინქრონული თარჯიმანი მაგრამ ეს მათ შეძლეს და რაც თავარია ყველა მონაწილე ყველა აბსოლუტურად გამონაკლისი არ იყო არავინ. აღნიშნავდა რომ ესეთი კონფერენცია მიუხედავად გამოცდილებისა არავის არ გამომართავს. ჩვენ ეს მოვახერხეთ ძალიან მოკლე პერიოდში და ამაყივა რომ ქართველებს ესეთი რაღაცა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ხანდახან გავაკვიროთ ევროპა. კონკრეტულად თქვენი აზრით რა მოხდა პრესკონფერენცია უკაცრავად კონფერენციამ ამ ორდღიარმა და დაუბრუნდეთ მე ევროპულ და მსოფლიოს ჭადრაკის სადაგდღეებს ბატონზურა სულ რამდენიმე წუთში ჩვენს გადაცემაში სარეკლამო ჭრა მე შეგასწრებ ზურბასო მეგობრებო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ქართული ჭადრაკის მეტრი ბატონი ზურა ვაზბაიფარაშვილი. დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს. სპორტ ტაიმი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. ზურბასო მეგობრებო ჩვენს დღევანდელ გადაცემას მოგლეთ შეასრულებთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ბატონი ზურა ვაზბაიფარაშვილი ბატონო ზურა ჩვენ გავჩერდით აი ბათუმის საჭადრაკო კონფერენცია და აი ბათუმთან დაკავშირებით დიახ მინდა კითხოთ აუცილებლად ჩვენ გვრჩება ორი არასრული წელი აი ესე უკაცრავად და შეიძლება მართლა ბაბადიეთ ხალხი ჩემო შევეცდები ძალიან სწრაფად ვისაუბრო ამის შესახებ ბათუმის კონფერენცია რატო იყო გამორჩეული პირველ რიგში
მე თვითონ მოვინდობი რომ თავიდან ბოლომდე პრაქტიკულად დავსწრებოდი ამ კონფერენციაზე მომესმინა არა აქტიური მონაწილეობა არამედ მომესმინა ხალხი რაც საუბრო ძირითადად რა თქმა უნდა საუბარი იყო იმაზე თუ როგორ უნდა იყოს ჭადრაკი რატო უნდა იყოს დანერგილი რა დოზით უნდა იყოს დანერგილი სკოლებში და რა არის თვითონ საგანმანათლებლო ჭადრაკი სხვათა შორის ორი გამომცვლელი ერთი სერბეთიდან ერთი ბელორუსიიდან ჭადრაკს ნერგავენ საბავშვო ბაღებში და ძალიან დიდი წარმატებით თუმცა მე რაც იქ დავიჭირე საბავშვო ბაღის ჭადრაკი უფრო მაინც პროფესიონალურ ჭადრაკს უახლოვდება ვიდრე საგანმანათლებლო ჭადრაკს განარათა თავიდანვე ჩაუდო და ბავშვი დატვირთული თუმცა ბელორუსია სხვადასხვანაირად აქვს აგებული სისტემა კვირაში ერთხელ დაუშვათ ბავშვი სწავლობს ჭადრაკს რაც არ არის პროფესიონალური ეს გურევიჩი მაგზანა არა იქ სხვა პიროვნებები არიან გურევიჩი სხვა თავის საქმეს აკეთებდა მცველთა სემინარი ჩაატარა რაც შეეხება ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ჯონ ფოლის გამოსვლა ინგლისიდან რომელმაც აღნიშნა რომ ერთმა სერიოზულმა კომპანიამ მესახელი სამწუხაროდ არ მახსოვს მაგრამ სერიოზულმა დახარჯა მილიონი ფუნტი იმისათვის რომ გაეკეთებინა გამოკვლევა სკოლაში მოაქვს თუ არა ჭადრაკს რეალური სიკეთე ბავშვებისათვის მან აღნიშნა რომ ერთწლიანი გამოკვლევის მერე დადეს ასეთი სურათი რომ ჭადრაკი რეალურად ვერაფერში ვერ მიეხმარა მათემატიკაში იგივე რეზულტატები აქვს ბავშვები თანაბარი რეზულტატები აჩვენა ამ ორმა ჯგუფმა მათემატიკაში რაც თავისთავად მანაღაშია რომ ჭადრაკისთვის იყო დამღუპელი ინგლისური ჭადრაკის სკოლებისთვის იყო დამღუპელი რამე თუ კომპანია სერიოზულია კომპანია ასე ვთქვათ არ არის შემშეული ცუდ რაღაცეებში ის აკეთებს რეგულარულად კვლევებს სხვადასხვა საკითხებში და ამ კვლევამ აჩვენა რომ რა მოაქვს ჭადრაკს რეალურად არაფერი რა თქმა უნდა აქვე განმარტა რომ სინამდვილეში რა მოხდა სინამდვილეში მოხდა ის რომ პირველი კვლევის მეთოდების კვლევის დროს არ იყო აღებული პარამეტრები როგორი იყო ეს ორი განსხვავებული ჯგუფი ერთმანეთისგან იყვნენ თუ არა ისინი განსხვავებულები ამას თუ აპრიორში შენ არ აიღებ მაშინ როგორ ბოლო რეზულტატია ლოგიკურ შედეგს ნამდვილად არ არ იქნება ეს ზუსტად არ მე უბრალოდ პატარა ანალიზი გავაკეთე და სამწუხაროდ ეთყობა 95% ასეთი კვლევებისა მსოფლიოში დამკვეთის ინტერესებში არის. მე ვერ გამოვიცხავ რომ დამკვეთი ამ შემთხვევაში იყო კომპანია ან ჯგუფი, რომელსაც სულაც არ უნდოდა დაუჭა ჭადრაკის სკოლებში შესვლა. რა თქმა უნდა და ანტი პროპაგანდა იდამეგობრებია. პრაქტიკულად ანტიპროპაგანდისტური როლი შეასრულა, რაც თავისთავად ინგლისს დაარტყა. ინგლისს დაარტყა. თუმცა მე ვუთხარი რომ ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს ის რესურსი ევროპას, რომ ჩვენ ესეთი კვლევა ვაწარმოოთ, მაგრამ ჩვენი სომეხი კოლეგები ამ შემთხვევაში ისინი საბედნიეროდ ამის პულიც აქვს და ყველაფერი და კვლევას აწარმოებენ ამ კვლევამ სხვანაირი რეზულტატები დადო სომხეთში მე მიმაჩნია რომ აი ჯგუფებმა პედაგოგიურმა ჯგუფებმა საჭადრაკო ჯგუფებმა ან ვინც უშუალოდ ჩართული არის ამ პროცესებში უნდა შეიმუშაონ ზუსტად ის რაზეც მე მოერგება არსებული კვლევა ძალიან საინტერესო წამყვანი ყავდა რომელმაც მე ჯგუფები განალაგა 4-ად ეს 4 ჯგუფი რა იყო რომ იცოდეთ ასე ვთქვათ პირველად შეიქმნა ჯგუფები რომელიც უფრო დაახლოებული არიან ერთმანეთთან სიტყვაზე ვამბობ რა იგივე რუსული სომხური ქართული და რუმინული სისტემა იგივე ნორვეგიული ინგლისური ასე შემდეგ მე ეს ჯგუფებმა ამ ჯგუფებმა იმუშავეს ეს ნახევარსაათი უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ როგორ არის ჭადრაკი დანერგილი მე ამ ჯგუფებიდან გადადიოდნენ ერთმანეთს პრაქტიკულად ყველა ჯგუფმა ყველა შემოიარა ესე და ამან მიიღო საბოლოო სახე ის რომ ბევრი ახალი აღმოაჩინეს თავისთავში როგორ უნდა მაგალითად პოლონელისთვის იყო ძალიან დიდი სიურპრიზი რომ მიიღო და ამაყი არიანო ყველგან იყო და ყველგან არის დარიგილი ჭადრაკის სკოლებში და ამ დროს აღმოჩნდა რომ მასწავლებლების გადამზადებას რომ მოამზადო პედაგოგები იმიტომ რომ აქ არ არის ჭადრაკის მასწავლებლები აქ უნდა ასწავლოს პედაგოგმა პრიმიტიულად უნდა ასწავლოს ჭადრაკი ამის გადამზადებას დაჭირდება დაახლოებით 6-7 წელი, რომელიმაზეა საუბარი პირდაპირ შევიდა სკოლებში არ არის. ამაზე ჩვენ ნელ-ნელა უნდა გავიწევთ. საქართველოს სხვადასხვა კარგად მიიწევს, ნელა მიიწევს და სწორია ეს ნელი, ასე ვთქვათ, წინსვლაჯობია, ვიდრე ერთდროულად ერთმას მიღებულ გაწყვეტილებას და მე საერთოდ ხო იცით როგორ ამოსდევს ხოლმე ამას მოდის გავკოლი ნიჰილიზმი მე თუ გრაფს განისტიზის ეს ძალიან პროდუქტიული კონფერენცია და მე მადლობელი ვარ ესევ და ისევ ამ ყველა ორგანიზატორებს რომელმაც ამაში მონაწილეობა
განხილვა მიიღო და ყველა იმ პიროვნების რომელიც ჩამოვიდა. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ მოდი ვისაუბროთ ჩვენ ევროპის კავშირის თემებზე. ევროპის კავშირის მითხარი რომ რაღაც მემკვიდრეობა დაგხვდაო. შემდგომში თვითონ ევროპის კავშირში არ იყო პრობლემა. პრობლემა იყო სხვა რაღაცაში. პრობლემა იყო იმაში რომ შემჩნეული იყო ეს ჯგუფი, რომ ტურნირები საერთოდ ტარდებოდა ერთ-იგივე რეგიონში. ერთ-იგივე გადავიდოდა ერთიდან მეორეში, ხორვატიიდან იმაში, რა ქვია, სლოვენიაში, სლოვენიიდან მოდიოდა. უხეშად რო დაერწოლებული პინგ-პონგის პრინციპი იყო. აი ეს ერთი მეორეზე მეორე იქით უნდებოდა. ფაქტია რომ ეს ამ ტურნირებით მე ფედერაციები ზარალდებოდნენ. არა, თქმა უნდა. ეროვნული ფედერაცია რომელმაც ჩაატარა ტურნირი, უცბად აღმოჩნდა რომ ნუ დაკარგა 30000, დაკარგა 50000 და სინამდვილეში ცნობილია რომ კი არ უნდა დაკარგოს, პირველი ცოტა უნდა იშოვოს კიდევაც ეს რაღაც პლუსი უნდა დარჩეს, თუნდაც სიმბოლური. სხვა რაღაცა რომ ხდებოდა უბრალოდ ევროპის კავშირის სახელით გარკვეულ ფედერაციებზე მიმართვა რომ ვითომ უნდა გამართოს ეს ტურნირი, მე ამ ტურნირზე რაღაცა ხარჯების გამოყოფა საკმაოდ დიდი, მაგალითად ბულგარეთში გამოიყო 9 მილიონი ევრო, რაც ჩვენ ნამდვილად ვიცით და შექმნეს კომპანია, რომელსაც ევროპის საჯარო კავშირი შეპესე სიტყვაზე შეპესე ევროპის საჯარო კავშირი. ამ დროს ევროპის საჯარო კავშირი არის ასე ვთქვათ მოჭადრაკეთა გაერთიანება, საჯარო ფედერაციების გაერთიანება და დარეგისტრირებული შვეიცარიაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოაყალიბეს მეორე კომპანია პრეზიდენტმა, ბატონო პრეზიდენტმა, რომელიც ჩემ ადგილზე იყო და მისმა აღმასრულებელმა ასე ვთქვათ მდივანმა ჩვენიერი კომპანია შექმნეს იგივე სახელწოდებით და ბულგარეთის მთავრობიდან დათრეული ფული პირდაპირ გადაუშვეს ევროპის შტატებში. პირდაპირ ამ ანგარიშზე, ოფშორული კომპანიის ანგარიშზე. ეხლა ჩვენ დავიწყეთ, არ შეიძლება ამაზე გაჩერება და ყველაფერზე თვალების დახუჭვა, ხო? მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ტიპის კორუფცია, თავისი ეს არის ის კორუფცია, რომელიც საბოლოო ჯამში შენ დაგარტყავს, შენ სახელს დაარტყავს ყველანაირად და ნუ შევეცადეთ ეხლა ჩვენმა ასე ვთქვათ ყოფილმა კოლეგებმა უკვე ეთიკის კომისიიდან პირველი რაც ეთიკის კომისიიდან ერთმა მიიღო 3 წლიანი დისკვალიფიკაცია, მეორემ წლნახევრიანი, მაგრამ სულ სხვა საქმეზე. ეხლა ეს უკვე ახალი საქმე არის. მეც გეტყვით, რომ ეს ახალი საქმე უკვე შვეიცარიაში ჩვენ დავიქირავეთ ფირმა, რომელიც შეისწავლის უკვე კრიმინალურ მხარეს. ნუ მუშაობთ ასე, არ შეიძლება რომ ორგანიზაცია იყოს გაწმენდილი, განსაკუთრებით სპორტული ორგანიზაცია. თქვენ იცით რა მოიტანა საბოლოოდ FIFA-ს, ასე ვთქვათ, დაბინძურებამ, რა ინსტიტუციები იყო ბოლოს ჩარეული და როგორ არ ვიცი ახლა ის ინსტიტუციები ასუფთავებდნენ თუ უბრალოდ ასე ვთქვათ ძალაუფლებას იღებდნენ ხელში, ასე ვთქვათ FIFA-ში. შესაძლებელია მეორე ვარიანტიც იყოს, მაგრამ ფაქტია რომ სპორტული ორგანიზაციებში რაც ხდებოდა, ესე არ უნდა მოხდეს. და მე ვამაყობ მართლა ძალიან კარგი გუნდი მყავს, ის გუნდი ზოგიერთ შერლოკ ჰომსაც ვეძახი, უკვე შიგნით დავარქვი რა ვქნა. ესე არის, რომელიც დაუღალავად მუშაობს იმაზე, რომ გარკვეულად ეს კორუფციული სქემებიდან ორგანიზაცია იყოს მთლიანად გათავისუფლებული. და რა თქმა უნდა, ამაში მე ძალიან ხელს უწყობ, ყველანაირად გვერდზე უდგევარ და გეტყვი პირდაპირ რომ ზოგჯერ შესაძლებელია რომ ჯანმრთელობისთვის ეს წესშიც გახდეს. და გაქვთ რა მრავალი წელი არა მარტო მუხარების წერი, არა. ფიდეს ხარდაჭერა რა თქმა უნდა მაქვს. ფიდეს დღევანდელი ხელმძღვანელობის ხარდაჭერა მაქვს, მაგრამ რატომ არის ჩუმად კასპაროვი ვერ ვიგებ? აი გავიდა მის ყოფილ პარტნიორზე დანაილოვზე ინფორმაცია რომ პრაქტიკულად ეს არის დასტურდება. მე ახლა არ შემიძლია წინასწარ ვთქვა რომ ეს მანდამაინც ესე არის თუ არა, მაგრამ სქემა გასაგებია. ახლა იმის დანაილოვის იდიოტი ვერ გაიგებს ეს რა სქემა არის, ხო? სქემა არის პირდაპირ 9 მილიონი მოწაწო შენ მთავრობას და გადაიდო ჯიბეში ისე რომ ვითომ გაატარე ევროპის საჯარო კავშირში. არ გაგიტარებია და ეს ფული არ შემოსულა. პირდაპირ გადაუშვა საკუთარ ანგარიშში. კასპაროვი რატომ არის ჩუმად? ფიდე რა თქმა უნდა გვერდით არის. ფიდემ განიხილა ბულგარეთის საჯარო ფედერაცია გარიცხულია. ევროპის საჯარო კავშირიდან გარიცხულია, ფიდემაც გარიცხა. შეუჩერა უпростоრად უფლებამოსილება. რატო? იმისთვის რომ ესეთი რაღაცები არ მოხდეს, უნდა გაირკვეს. შიგნით რომ გაირკვეს, საშინელება ხდება ბულგარეთში. თან ავადეთ ბულგარელები როგორც ვიცი იხტიბარს არ იტეხენ და არ უნდა ამის აღიარება. მე მithავს კიდევ ჩემთან მოვიდა მაგალითად მესეჯი რომ ბულგარეთის ეგრეთ ვინაიდან მართლმადიდებლები არიან, რუსეთში წავიდა, რუსეთში მესეჯი რომ მართლმადიდებლური ეკლესია ჩარეულიყო და ასე ვთქვათ ჩემზე ემუქმედა რომ ამ ადამიანს მოეშვი ესეთი რაღაცა. მე ვთხარ რომ საქართველოს ყავს მეთქი თავის პატრიარქი და პატრიარქი მე თუ მეტყვის და თუ მას მიაჩნია რომ ეს ის საქმეა რომელშიც მეთქი მე უნდა გავიდე, მე შესაძლებელი მე არ მithქვა 100% გავიდე. შესაძლებელია ჩემ პატრიარქს დაუშვათ გაუწიო ანგარიში ეს რაღაც ვიცი რომ
საქართველოსთან არის გამორიცხული ესეთი რაღაცა მეორე ჩემზე გავიდა უამრავი სტატიები გადის ჩემზე მათ შორის ჩვენი სიძე სუროვი პირდაპირ უწყობს ამას ხელს ლელა ჯავახიშვილის მეუღლე რომელიც რუსულად გადმობეჭდავს ხოლმე ამ დანაილოვის სტატიებს რომელშიც ის მაბრალებს ყველაფერს საერთოდ ალბათ ბოლოს იმას რა ქვია ბინ ლადენის იმას მოკლასაც მე დამაბრალებს და საბოლოოდ მანდამდე მივა საქმე საოცარი ისტორიებით არ რეაგირებ ერთადერთი იმიტომ არ რეაგირებ რომ ვიცი რომ მე მაქვს ჩემი საქმე რომელსაც მივიყვან ბოლომდე და ამ რეაგირებაში მე დავიხარჯები ტყუილად იქნება ეს გარკვეულად ზეწოლად იყოს სხვათა შორის ძალიან ცუდი სიტყვებით მომართავს ტვიტერებზე ეს არის ფაქტები ესეთი ამ ადამიანს მე ვერ გაუყადრებ თავს ელემენტარულად ვერ გაუყადრებ თავს მაგრამ ისევ ის პრობლემა გვაქვს რაც საუგუნეები ბიჭო ეს დალოცვილები გადამთიელებს მიიღებ შეიკედლებ უპატრონებ ასმევ აჭმევ ზედ გადაყვები და მე ეს აღარ არა ესენი არ დამთავრდებია მე პირდაპირ რომ მიგაწყვეტლება მიღებული მაქვს მე ვიცი რომ რისკების ქვეშ ვარ იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ მარტივი ჯგუფი რისკების ქვეშ ვარ მაგრამ შენ როდესაც იღებ პასუხისგებლობას რომ იყო რაღაც ხელმძღვანელი და მე ბევრი ხელმძღვანელს ძალიან პატივს ვცემ იმიტომ რომ ეს გადაწყვეტლება როცა მიღებულია შენ უნდა იცოდე რომ შესაძლებელია ძალიან რთულ გზაზე იარო მე ამ რთულ გზაზე დავდივარ დღეს და ვივლი ბოლომდე სანამ პრეზიდენტი მქვია ხო და ეხლა დარჩენი თქვენი ცით რომ მართლა კაი სტატიები იწერება Facebook-ზე არა ვიცი კი არა ეხლა ოდა მოაზროვნე სრულიად საჯადრო სამყარო და არა გამჭვირვალე ეს არის ძალიან გამჭვირვალე ეხლა რას ნიშნავს ის კი არა ვარ თუ გავიხადე და გამოვედით ქუჩაში გამჭვირვალე ის არის რომ ჩვენ დასამალი ფინანსური მომენტები აღარ აქვს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთან ტენდერებში ხალხი შემოდის უამრავი ყველა შეჯიბრება თითქმის 2020 წლამდე ჩემი დიდი მინუსია სხვათა შორის ხადახად შაყირობს ხალხი 2020 წლამდე ყველა შეჯიბრება არის გამართული ევროპის კავშირში და ადრე იყო პირდაპირ გარიგების საგანმანათლებლო ხარი გაწერილი ყველაფერი ჩამოყალიბებული ისე რომ მოდის ყველა მხარე არის ძალაგებული დაგმოყოფილებას არ გაუწევთ ლობირებას უწევთ მხოლოდ იმას ვისაც განსაკუთრებით კარგი პირობები აქვს ბატონო ზურა დაგჭა 4 წუთი და არ შეიძლება არ ვესარგებლო შემთხვევით როგორც ჩემთვის ცნობილია და მე მგონი ამ თემაზე აუცილებლად უნდა ითქვას მთავარი რომ აი 2 წელი ნაკლები გრჩება ოლიმპიადამდე და უკვე გვაქვს რაღაც სამწუხაროდ გარკვეული პრობლემები რაც წესით არ უნდა ყოფილიყო და რა ვითარება ბატონო ზურა იმიტომ რომ დამეთანხმებით ესოდემ სხილ შეჯიბ ჩვენ უნდა დავუხდეთ ღირსეულად ისე როგორც გვეკადრება აქ მერწმუნე ძვირფასო მეგობრებო ელემენტარული ლაფსუსიც კი სერიოზულად შეიძლება შემოუტრიალდეს ჩვენი მის და ჩვენ ქვეყანას ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტიური გახდა მას მერე რაც ბაქოს ოლიმპიადა გაიმართა იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ წინა სუდი ოლიმპიადა მერე შენ ცუდსაც ბარავს ხოლმე რა ამიტომ ვინაიდან ბაქო გაიმართა და განსაკუთრებულად აღინიშნა და ჩემს მიერაც რომ ეს იყო გამორჩეული ოლიმპიადა იმ ოლიმპიადებს შორის რომელიც ხო თაწინა ნორვეგია ხო საშინელება იგი კასრიშის და სარდაფში ლუდის სარდაფში ბაქოს მერე ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს და საბედნიეროდ ბატონი მინისტრიც ტარიელ ხეჩიკაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ბატონი ზურა პატარაძეც იყვნენ და ესწრენ ამ ოლიმპიადას ნახეს როგორ რა დონეზე იყო ეს გარკვეულად კარგი იყო რომ ყველა ადამიანი საქმის კურსში არის მაგრამ ისევ და ისე ეს ჩვენ ვერ გავწევს წინ თუ არ მივიღეთ სერიოზული გადაწყვეტლება უნდა იყოს ჩემი აზრით ერთადერთი გამოსავალია რომ ჩვენ ვნახოთ სათამაშო დარბაზი არსებული რესურსით ბათუმში დღეს ჩვენ ვერ შევძლებთ ოლიმპიადის და მაგალითად ბატონოს რომ ის დაპირებული სასახლის აგება სასახლე აშენდება უბრალოდ ჯერ არ შენდება მაგრამ აშენდება დარწმუნებული ვარ რომ მშენებლები ყველაფერს გააკეთებენ და სერიოზული კანადური კომპანია რომელიც თავის დანაპირებს შეასრულებს და გაისაც ზაფხულისთვის ამ შენობას დადებს, მაგრამ თვითონ შენობის მაკეტიდან გამომდინარე, სპორტსახლის გამომდინარე, ჩვენ ამ რესურსს თეანთ ვერ გამოვიყენებთ, რამე თუ ის ორი დარბაზი რომელიც ერთმანეთში არ გადის, ჩვენ მხოლოდ ცალკე დარბაზებად შეგვიძლია გამოვიყენოთ და ვინაიდან არც ერთ დარბაზში კაცების გუნდები ვერ დაეტევა 180 კაცები ვერ დაეტევა ამიტომ პრაქტიკულად ეს უნდა ჩაუბაროთ მხოლოდ კაცებს ამ შემთხვევაში ქალების ცალკე დასმა ოლიმპიადის გაყოფა რაც არ არის კარგი და არ არის სასურველი პირდაპირ ვიტყვი თუმცა ეს იქნება ერთადერთი ამ შემთხვევაში გამოსავალი თუ უკეთესი არაფერი იქნება დღეს გარკვეული
შეპირებებია, რომ შესაძლებელია ინვესტორები გამოიძებნონ, რომელიც ეგრეთ წოდებულ ექსპოს შენობას გააკეთებენ, როგორც იყო სხვათა შორის თავის დროზე გაჟღერებული, ტრომსოში იყო ასე გაჟღერებული, ბათუმში უნდა აშენებულიყო ინვესტორების მიერ ექსპოს შენობა 7500 კვადრატული მეტრი, რომელიც ჩვენ სავსებით გვაკმაყოფილებდა, მეცაც გეტყვით, რომ მაგალითად ამ გამავალი დარბაზების გათვალისწინებით იქნებოდა პროექტი, ჩვენ გვინდა 5000 კვადრატული მეტრი იმისათვის, რომ კარგად გამოვიდეთ ოლიმპიადა. ბაქოს შედარებისთვის გქონდა 10000 კვადრატული მეტრი. და რა თქმა უნდა უზარმაზარი შემთხვევა რა ჩვენ სამდარ თავს თავად რა საჭირო გახდა იმ პროექტის შესვლა რა მავნებლობა ეს უახლოების დღეებში ვამთავრებ მუშაობას ბიუჯეტის დაწურვაზე დაწურვა მხედველობაში მაქვს იმაზე რამდენი გვინდა გაისად ზუსტად რამდენი გვინდა 2018-ში მე შევეცდები რომ საერთო ბიუჯეტიდან არ გამოვიდე მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ძალიან სერიოზული დარტყმა გვაქვს უკვე გაისად კურსის მიხედვით იმიტომ რომ როდესაც თავრობის გადაწყვეტილება იყო მიღებული 2014 წლის 30 დეკემბერს კურსი იყო $1.88 დღეს არის 2.14 და ამან მოგცა ჩვენ $400,000 გარღვევა საპრიზო ფონდი მაქვს მე საუბარი მაგრამ მე შევეცდები აი ზუსტად იმისთვის მუშაობ რომ გარკვეული ეკონომიები უკვე მქონდა ფიდეს ხელმძღვანელობასთან შეხვედრა რაღაც დათომებზე რომ წამოვიდნენ გარკვეული ეკონომიები მივიღოთ 2018 წლიდან რომ გადმოვატრანსფეროთ ეს და შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები და პირობები მე იმედი მაქვს რომ საქართველოს მთავრობა ისევე მოეკიდება ამ საკითხს როგორც დღემდე ასე ვთქვათ მწვანე შუქი იყო ყველაფერში ყველამ ძალიან კარგად იცით რომ იცით თქვენც იცით და ყველამ რომ ჩვენ ეს პროექტი აღებული გვაქვს არა იმისთვის რომ ქვეყანა შევარდნოთ არამედ იმისთვის რომ ქვეყანას სიკეთე მოვუწევთ. პირიქით და აქ არ შეიძლება არ აღვნიშნო მე ეს ხაზი გავუსვა რომ რატომ აქ ესე წარმატების შემდეგ კიდე ორ სიტყვას იმიტომ რომ შეეხე ჩემ აკადემიას ხალხ თული ესე დამფუძნებელი ვარ მაგრამ ეს არის თბილისის საჯარო აკადემია რომელშიც სხვათა შორის სასეონო სიურპრიზი იქნება რამე თუ იანვრიდან სასწავლო პროცესს ჩაუდგება ხუთი მსოფლიო ჩემპიონი სათავეში ჩაუდგება ხუთი მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე რომელსაც ექნება სრული კარდბლანში იმისა თუ როგორ დაალაგოს როგორ გადახედოს მცველების მოძრაობას როგორ შექმნას ჯგუფები გადაახალისოს ამდენი ხანია სწორი აღნიშნეთ აკადემია მუშაობს უკვე 2 წელია ჩვენ მიუხედავად იმისა რომ მე სკეპტიკური ვარ შედეგებისადმი და გითხარით დაგიხსენით მაინც მინდა და მაინც ველოდები შედეგებს და მაია მეუბნება რომ ამას უნდა განსაკუთრებული მუშაობა მას ნაფიქრი აქვს სასიამოვნო ეს მოვლენა ჩემთვის განსაკუთრებით სიმპათურია და კარგია რამე თუ მაია გამოვიდა დაუბრუნდა დედაჭადრაკს საფრთხეში და იმედი მაქვს ძალიან დიდი იმპულსს მისცემს თანამედროვე ახალგაზრდა მოჭადრაკეებს და მცველებსაც სხვათა შორის და მე ვიცი მაია როგორი მომთხოვნია და ამიტომ ერთი მხრივ მოსიყვარულია მეორე მხრივ მომთხოვნია ყველა მცველმა იცოდეს ვინც იქნება წესიერი და ბოლომდე დახარჯული ის მიიღებს სიყვარულს ვინც არ იქნება სამცხაროდ ალბათ ისინი გაშორება და ბატონო სამსვლელო შტაბში ამ თავითო იგეგმება სერიოზული ცვლილებები აკადემიაში თუ ჯერჯერობით იგივე შემადგენლობით დაიწყებს ფუნქციონირებას მაია თუ ეს არის ძალიან კარდბლანში ექნება მაია ჩიბურდანიძეს ამიტომ პოზიცია აკადემიის არის თავიდან ბოლომდე იმასე რომ მაია ჩიბურდანიძე თვითონ განკარგავს ბიუჯეტსაც ამ შემთხვევაში და თვითონ გაგავს სულთა კადრებსაც უშუალოდ ბიუჯეტს იმ ნაწილში რომელიც უშუალოდ ამ სამსვლელო პროცესშია. სამსვლელო რა შეიძლება ძვირფასო მეგობრებო აკადემიაში ჩვენ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ერთ ცელ გადაცემას ჩვენ მეგობარ და აკადემიის სწორედ ამჟამი და სამსვლელო შტაბის ხელმძღვანელ ვალერი გაფრინდაშვილთან ერთგვარ ანგარის მოვისმენთ და ბუნებრივია ჯერ სანამ ქალბატონი მაია მიბრძანდება უპრიანი გავიგო თუ აი უფრო კონკრეტულად ვალერი თავისი ვაჟკაცური პოზიცია დააფიქსირა ეს მისი თანამდებობაა მაგრამ რა თქმა უნდა როცა შენზე ლეგენდარული უკეთესი არა ეხლა ნუ მაიას ეს უკვე ჩვენ ესეთი პოზიცია გვაქვს რო არ გადაუდგები ფაქტია თუმცა რა თქმა უნდა რესპექტი არა არც უნდა გადაუდგე არც არის ბადოზურა საკმაოდ რთული მდგომარეობა გვაქვს ისეთი ხო აი სერიოზული სამუშაო ვიქონიოდ იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნება მინდა ღერძელობა და წარმატებები გისურვოთ დიდი მადლობა წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს. სპორტ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად.